საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ისეთი საინტერესო ამბები ხდება მსოფლიოში, რომ არ შემეძლო ხარ გამოუხმაურებოდი ამ ყველაფერს, მით უფრო, როდესაც საქართველოში გაიხედავ და აქ მხოლოდ ის საინტერესებთ, რა ქვია, ვინ ვის უქნა, რა უქნა, როგორ უქნა, იქ გუბაზაშვილს აკეთებიებენ კომენტარებს და რავი, არც რუსულად არის კარგად, პადაპლიოკაო რა, რო იტყვიან, საგიჟეთია. არაფერს რეალურს რო არ ლაპარაკობენ, არა ძალიან საინტერესო მოვლენები ვითარდება. ფაქტია, რომ სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება და უახლოეს მომავალში დიდი ცვლილებები არის დაგეგმილი, რასაც აი პირდაპირ პირველი პირების განცხადებები ადასტურებენ. მოკლედ დღევანდელი ლაივი მინდა დავიწყო პირველ რიგში ერთი სასიხარულო ინფორმაციით, ესეც გეოპოლიტიკური ცვლილების მანიშნებელი არის და მათ შორის ტრამპს და მასკს და საერთოდ იმ ძალას, რომელიც ახლა მოვიდა ამერიკაში, ქონდა თავის წინასაარჩევნო კამპანიაში დაპირება, რომ ინტერნეტში ცენზურას გააუქმებდნენ. და უკვე პირველი ნიშნები არის სამაგისო, მოკლედ ცუკერა ეს ჩვენი Facebook პლატფორმის მამა დაიბარეს, კაი გემრიელად მიაკაჩავეს, ასე რომ ვთქვათ, უხეშიენით და რომელმაც აღიარა, რომ Facebook-ს გააჩნდა ეგრეთ წოდებული ფაქტ-ჩეკერების ინსტიტუტი, რომლებიც ინტერნეტში სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავდნენ. და იმის მაგივრად, რომ თავიანთი საქმე ეკეთებიათ, ეს ჯგუფები იყო პოლიტიზირებული და ეს პოლიტიზირებული ჯგუფები ახდენდნენ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და ცენზურის დაწესებას. სხვათა შორის ეს ვნახე ინფორმაცია, შემდეგ ეს კი აიტაცეს საქართველოში, აი მაგალითად გერმანულმა არხებმა გადმოსცეს ეს ყველაფერი. ნახვამდის ფაქტ-ჩეკერებო, კარგად იყავით, მოკლედ წივილ-კივილი არის ახლა ატეხილი. ეთყობა საქართველოში ეს ბიონაგავი, აყვავებული ბიონაგავი, კინწურაშვილის სამადობით იქ ფაქტ-ჩეკერები, მითების დეტექტორი, ეგრეთ წოდებული გრასი, რომელსაც ყოფილი ნაცები ხელმძღვანელობდნენ. ძალიან უხელფასოდ შეიძლება დარჩნენ და ამბოლებენ ხალხს ისევე საქართველოში ამბობენ, რომ ისო რა ქვიაო, არა ესო ამერიკაზე გავრცელდებაო მარტო და ჩვენო არ შეგვეხებაო რა. სხვათა შორის ესენი იყვნენ ყველაზე დიდი საწამლავი ხალხი, ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ეს ყველაფერი, ძალიან კარგად ვიცი, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, გაიხარეთ. საკუთარ თავზე მაქვს კარგად გამოცდილი ამათი ვირთხობა. იმიტომ რომ მე აქ ევროპაში პოლიტიკური გასაუბრება როდესაც მქონდა, ფრანგი ოფიცრები მეუბნებოდნენ პირდაპირ, რომ საქართველოში ეგრეთ წოდებული დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტებსაც წარმოადგენდა ეგრეთ წოდებული ფაქტ-ჩეკერების კანტორა, სოროსის ფონდის ვირთხაჭამიები, გრანტიკლაპიები, ესენი იყვნენ დემოკრატიული ძალები, რომლებიც რასაც ჩემზე წერდნენ სიტყვაზე, რომ მე ვიყავი მკვლელი, ყაჩაღი, მოძალადე, რა ვიცი, ასე შემდეგ, ეს ყველაფერი სწორი იყო რა და ასე შემდეგ, იმიტომ დემოკრატიული ინსტიტუტი იყო. ცოტა გამიხანგძლივდა ამ თემაზე მაშინ მაგათთან საუბარი და მე მზად ვიყავი, რომ ისინი ამ კითხვას დასვამდნენ და ამოუყეთ ხვირწინ და დაუდევი, რომ რომელ დამოუკიდებელ და ნეიტრალურ პიროვნებებზე საუბრობთ, როდესაც ეს ადამიანი, ეს ნაძირალა ქვეწარმავალი, კინწურაშვილი, მაგალითად, წლების მანძილზე იყო ნაციონალური მოძრაობის დროს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. ყოფილი ხელისუფლების წლების მანძილზე, 9 წლის მანძილზე ძალიან ჩვეულებრივი ნაციონალი. იგივე კაპანაძე, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დეპუტატი. და ეხლა თქვენი ძახით, რომ ეს ხალხი დემოკრატიულები არიან და მათ ეს ძალაუფლება გააჩნიათ, ხო? მაშინ სად არის ან საჩივარი, ან ნაჩივლები სასამართლოში, ან რაიმე საქმე აღძრული ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ეს ბიონაგავი წერს ჩემზე. ახლა
თუ მასი არის ბიზიკო დასაჯერებელი ვიღაცის სიტყვაზე ყველაფერი მაშინ ჩემი რატო არ ჯერათ და იმის რატო არ ჯერათ მოკლედ რატო ყვები ახლა ამ ყველაფერს ეს ნაგავი კანტორები აკეთებდნენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამლავდნენ აი ეს თავიანთი ულტრალიბერალური იდეოლოგიით ამ ყველაფერს და საქართველოში განსაკუთრებით არასასურველი პერსონების მოგროვებას ახდენდნენ არასასურველი პერსონები ვინც იყო მაგათ იდეოლოგიისთვის გადასცემდნენ და მათ შორის ამერიკის საელჩოს გადასცემდნენ არასასურველ პირებს, სადაც სავიზო სამსახური, საკონსულო სამსახურში ყველა ეს პირები იყვნენ შეტანილი და იბლოკებოდა მათთვის ვიზების გაცემა, გადაადგილება და მგლის ბილეთს გაცემდნენ აი ამ ადამიანებზე, მათ შორის ჩემზეც. აი ამით იყვნენ დაკავებულები. როგორც იქნა დაიწყო ცვლილებები, ალბათ ამერიკაში პასუხსაც მოთხოვენ, იმიტომ რომ ცუკენბერგის კანტორა და ეს ნაგავი ხალხი განსაკუთრებით დიდ ბლოკადას უწევდნენ თავისუფალ სიტყვას, ტრამპის გვერდიც ჰქონდათ დაბლოკილი და რა ვიცი, რუსეთის აგენტი და ასე შემდეგ. იმედია იქ დაიჭერენ. და საქართველოში არ მგონია ვინმე ეს ნაგავი ვინმე დაიჭიროს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ცენზურა ნელ-ნელა უქმდება. იქ მომხდარი რაღაცა ჩვენზეც გადმოასხამს რაღაცა წყალს. კარგი, ეს ერთი საკითხია არ დარჩებიან ეს ნაგავი საერთოდ ბინარეში არ იძინება, წყალში არ იძინება და ესენი მუდამ იტივტივებენ, იმიტომ რომ სამშობლოს მოღალატეები ყველა სჭირდება. ეს მოღალატეები, თუ ამერიკელებს სჭირდება, მე რუსებსაც დაჭირდებათ, სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ეს ძუკნა კინწურაშვილი არის ძველი პუტჩისტი არის, სოროსის ფონდამდე, ეგ და ბუკერია და მთელი ეს ნაგავი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბლოკირებაში მონაწილეობდნენ, რომ ზვიადის წინააღმდეგ გაეგორებიათ ეს ყველაფერი, რა ნაგავსაც აგორებდა მაშინდელი პუტჩისტების ტელევიზია დაპყრობის შემდეგ. ძველი გამოცდილი ნაგავია, სხვათა შორის ჩემზე პირადად აქვს საჩივარი დაწერილი, რომ მე მუქრებაო, მეო და ჩემ ქმარსო. და პოლიციაშიც დამიბარეს საკითხვაზე და ხონდა გასაუბრება გამომძიებელთან, რომ თურმე მე ვემუქრები ამ მახინჯი ქმნილებას, აი არ მინდა ადამიანის ჰაბიტუსზე და ფიზიკურობაზე საუბარი, მაგრამ ეს სოროსელები ყველა როგორც სულიერად, ასე ხორციელად ავადმყოფი ხალხი არიან, ნეტა შეგახედათ. ნეტა იცის ალბათ ზოგიერთმა იცის, თუ არა ჩაწერეთ Google-ში, ასეთი მახინჯი ადამიანის ეს არ ვიცი რა შევადა, რომ მუტანტი ადამიანი არ ვიცი, მისი ქმარი ნახეთ არ ვიცი, სახელიც არ ვიცი როგორია, მაგრამ მაშინ გამომძიებელს უთხარი, რომ თან გოგო იყო და მეთქი, ახლა ისი ეშინია მე ვთხარი, რომ ვიხმარო მეთქი, ისეთი შეხედულება მაინც უნდა გქონდეს მეთქი, რომ მამაკაც გული მიგივიდეს მეთქი, ახლა ამ არსებასთან თქვა და ასეთ მახინჯ ხალებზე მეთქი მე მიზიდულობა არ გამაჩნია თქვა და 10 მის ქმარსაც მოეშინია მეთქი LGBT არა ვარ კაცებს დავწერდე გასაუბადიურებლად. იციოდა. ახლაც არის საჩივარი სადაც. ვაკის განყოფილებაში, ვაკეში ცხოვრობს თან. მოკლედ ამათი საქმე ნელ-ნელა უღმამიდის და იმედია ამათი დასამარებით გავიხარებთ. ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს მაინც ღმერთის წინაშე და ხალხის წინაშე პასუხისგება, მაგრამ საინტერესო მოვლენები ეს რაც ახლა ჩვენ სიტუაციას ეხება, საინტერესო მოვლენები რაც არავინ არ საუბრობს საქართველოში. დღეს აი მთელი მსოფლიო პრესა განიხილავს აი ესეთ მოვლენას. ეს არის ტრამპის სოციალური ქსელი. ამერიკაში და კანადაში მოქმედებს სიმართლის სოციალური ქსელი, ასე ქვია, სადაც დონალდ ტრამპმა, უკვე მოქმედმა პრეზიდენტმა გამოაქვეყნა რუკა ამერიკის შეერთებული შტატების, რომელიც ესე იგი ასახავს პრეზიდენტი თავარსარდალი ამერიკის შეერაღებული ძალების ასახავს შემდეგ რეალობას, რომ კანადა, რომელიც არის ტერიტორიულად მეორე სახელმწიფო პლანეტაზე, არის 51 შტატად მიერთებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს არ ვიცი ახლა ეს დემოკრატიული ოკუპაცია არის
ამერიკელები ოკუპანტებად არსად არ ალბათ კანადაში დემოკრატია მოიკლო და იქ დემოკრატიის ექსპორტი უნდა ჩაატარონ, მაგრამ ეს არის რეალობა. ეს არის რეალობა. ამას განიხილავს მთელი მსოფლიო. მთელი მსოფლიო განიხილავს, რომ ამ კაცმა ეს რა თქვა. იმიტომ რომ ფაქტია ტრამპს გაეხსნა საოკუპაციო მადა და არა მარტო კანადასთან დაკავშირებით, ასევე საქართველოში ამაზეც არაა საუბარი. მსოფლიოში ყველაზე დიდი კუნძული, რომელიც არის გრენლანდია და არის ძალიან დიდარი კუნძული. ეკუთვნის დანიას. გამოაცხადა ტრამპმა, რომ ეს კუნძულიო ჩემთვის მინდაო. და დღეს შვილი გაუშვა კუნძულის დასათვალიერებლად, რომ გადახედე, გადმოხედე ერთიან ტერიტორიასო და ტრამპის შვილი არის ჩასული. ამასაც სხვათაშორის მთელი მსოფლიო განიხილავს, რომ ეს თქვა კაცმა და გრენლანდია უნდა მივიერთო. რაო, ქალბატონო ნანიკო და ზუსტად ეს რასაც გეუბნებით. პირდაპირ თქვა კაცო. პირდაპირ თქვა, მას საუბარი რამე შეფარვით და ასე კი არ უთქვია კაცო. პირდაპირ თქვა და თქვენო გამორიცხავთო, რომ მაგალითად თუ გრენლანდია, რომ გრენლანდიის წინააღმდეგო გამოიყენოთო შეიარაღებული ძალებიო. ჩვენო არ გამოურიცხავთ არაფერს. ეს ჩვენ სასიცოცხლო ინტერესებს და დემოკრატიას და თავისუფლებას ჭირდებაო და ან მოგყიდიანო კუნძულსო. ანუ ომითო დავიკავებთო რა. პირდაპირ აცხადებს ადამიანი. ეს ჩვენ სასიცოცხლო ინტერესებს შეესაბამება. ნუ მოკლედ ამ ოკუპაციურ მადაზე კიდე წავიდა საუბარი და განაცხადა, რომ პანამის არხიო, ეს არხია, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას ყოფს ერთმანეთიდან, ესეც ჩვენი უნდა გახდეს. ვინც არის ის? მოკლე ისტორია პანამის. პანამა იყო თავის დროზე კოლუმბიის საკუთრება. როდესაც აი ამ არხის გაყვანაზე წავიდა საუბარი, როგორც აფხაზეთში მოგვიწყეს სეპარატისტი რუსებმა, ესე მოუწყეს ამერიკელებმა კოლუმბიას სეპარატიზმი, გამოყვეს პანამა, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, შემდეგ არხი როდესაც გავიდა და გაიყვანეს, დიდი წვალება დაჭირდა, რა თქმა უნდა, მაგის გაყვანას, კაცო, 10 წლეულები მიდიოდა ეგ ყველაფერი. როდესაც გაიყვანეს ეს არხი 1982 წლამდე ეს არხი ეკუთვნოდა ამერიკას. 82-83 წელს ზუსტად არ ვიცი, ახლა მე არ მომედაოს მე, მაგრამ მე დაუბრუნდა პანამას. ახლა იქ პანამელები გადაირიან, რომ ეს არხიო ჩვენიო ეროვნულიო ყველა ეროვნული საკუთრება არის. ეროვნული სიმდიდრეაო და როგორ წავართოთ. იქო მექსიკის ყურესაც გადავარქვათო სახელიო. და რატო მექსიკის ყურეო, რატო უნდა ერქვასო, იქაც დიდი ნავთობია, ამასო ამერიკის ყურეო დავარქვათო. ამას ამბობს ამერიკის ოფიციალური პრეზიდენტი. ყოფილი ან კანდიდატი, ან უკვე პრეზიდენტი. და საინტერესო მოვლენებია, იცით? საინტერესო მოვლენები ვითარდება, რაც ერთ-ერთში აჩვენებს იმას, რომ გეოპოლიტიკა საერთოდ იცვლება, ძირფესვიანად იცვლება. და ამ ყველაფერს აქ ახსნა. საინტერესო მომენტი იქნება რა? პრეცედენტი იმის, რომ დანიაც ნატოს წევრია და ამერიკაც ნატოს წევრია და კანადაც ნატოს წევრია და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის შიგნით ომი როგორი საყურებელი იქნება? აი ეს არის საინტერესო. თუ დათმობენ, ახლა დანიელებიდან დიდს არაფერს არ უნდა ელოდო. ისინი კი თავის დროზე ისტორიულად ვიკინგები იყვნენ, დიდი მებრძოლებიც იყვნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ბოლო ბრძოლა დანიელების რო თქვა, ეს იყო აგერ მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ადოლფი შეიჭრა და ფაშისტური გერმანია შეიჭრა დანიაში, რეკორდულად სწრაფ დროში ჩაბარდა დანია, სულ 6 საათი გაუწია წინააღმდეგობა და მთელი ქვეყანა ჩააბარეს ფაშისტებს, არ იომეს არაფერი. არ ამგონია ახლა, რომ აბათმა ამერიკელებს გრენლანდიაში რაიმე წინააღმდეგობა გაუწია. რატო ხდება ეგ ყველაფერი? ხო, საინტერესო მომენტი არის, კიდე არ დამავიწყდეს. ამასაც საქართველოში ამას არავინ არ ამბობენ. კანადის პრემიერმა რაღაც ესეთი პასუხი გასცა, რაღაც ვერ გავიგე კარგად.
რო რუსულად ითარგმნება, ჩორტეს დვაო, ესეთი პასუხი გაცა. იმას რას ნიშნავს ახლა აზრობრივად, ვიდათ ვერ გავიგენ, ერთ ინგლისურად და ერთ რუსულად, მაგრამ ტრამპის ამ რუკაზე და წავიდა სოციალურ ქსელში, ასე რომ ვთქვა, დაპირისპირება და გამოვიდა ილონ მასკი და ილონ მასკმა უთხრა პირდაპირ ასე. შენ მაგ წყნარად იყავი გოგონაო. რატო უთხრა გოგონა? ალბათ გასაგებია, იმიტომ რომ ყველა მიცის ჯასტინ ტრიუდო ეს არის პედერასტი. შენ არავინ არაფერს არ გეკითხებოდა, წყნარად იყავი გოგონაო. მოკლედ ახლა უახლოეს მომავალში ალბათ დიდი ალბათობით სავარაუდო არის, რომ ნატოს წევრ ქვეყნებში მოხდება ომი. აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ თუ კი ამერიკელებმა გადაწყვიტეს კანადის მთლიანად დაპყრობა და შეერთება, კანადა ტერიტორიულად მეორე ქვეყანა არის რუსეთის მიერ. უზარმაზარი რესურსები აქვს. გრენლანდიაც ასევე ყველაზე დიდი კუნძული არის, როგორც კუნძული, ყველაზე დიდი კუნძული არის. მდიდარი არის ძალიან. ესეც დანიაც ნატოს წევრი არის. გამოდის, რომ ტრიუდო გეია კი არა, პირწავარნილი გეია, გეი პარადებში დარბის და სასწაული გეია თან. კერო უნდა ისე, პირწავარნილი. მაგრამ რა გამოდის, ესე იგი შეიძლება პლანეტის რუკიდან გაქრეს ტერიტორიულად მეორე სახელმწიფო, პლანეტის მეორე სახელმწიფო, კანადა ბევრად დიდია ვიდრე ამერიკა. შესაძლებელი არის, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს შორის მოხდეს გრენლანდიის გამო ომი და 99.999%-ით რა თქმა უნდა ამერიკელები გაემარჯვებენ. საინტერესო არის ამის პრეცედენტი არსებულა თუ არა ნატოს წევრი ქვეყნები რომ ერთმანეთში ომობდნენ. კი, არსებობდა ესეთი პრეცედენტი, ეს იყო კვიპროსზე, როდესაც თურქეთის წევრი ნატოს წევრი თურქეთი და ნატოს წევრი საბერძნეთი ერთმანეთს ეომებოდა. და ვერავინ ვერ გააჩერა. ბრიტანული ბაზები ჩადგა უბრალოდ, გაიყვეს კუნძული, ნახევარი იქეთ წაიღეს, ნახევარი აქეთ წაიღეს, იმიტომ ნატო ვერავის ვერ დაეხმარებოდა ნატოს წევრი ქვეყნები და ბრიტანული ბაზები ჩადგა იქ, ბრიტანის თავისი ინტერესები აქვს თავიდან ბოლომდე და ახლაც დგას ის ბაზები იქ. ანუ ერთი პრეცედენტი არსებულა და ასეთი პრეცედენტის დროს ნატოს წევრ ქვეყანას არაწევრი რო დაესხას თავს, კი ბატონო, გასაგები არის ეს ყველაფერი, დაეხმარება დანარჩენები, ხო? მაგრამ თვითონ წევრებს შორის როცა ხდება ომი, რა ვიცი, ალბათ რუსეთი უნდა დაეხმაროს, თუ რა ვიცი, ვინ დაეხმარება ახლა საწყალ კანადას და ვინ დაეხმარება საწყალ დანიას. და რა ვიცი, ძალიან საინტერესო მოვლენები ვითარდება, ამას უნდა დავაკვირდეთ, რომ ფაქტია, რომ წესრიგი ირღვევა და ძალიან სერიოზულად ხდება ამ ყველაფრის არევა, საინტერესო წელი გველოდება, მათ შორის მასკს თავისი პირადი შურის ძიებაც გააჩნია ამ ლიბერალურ სამყაროსთან, იმიტომ რომ ერთი შვილი LGBT-ს სქესი გადაიკეთა და იმ მშობელთან გაწყვიტა კავშირი და ვერაფრით ვერ დაიბრუნა შვილი და საერთოდ ადგილობრივ ამერიკელ ლიბერალებთან და აქ ევროპელ ლიბერალებთან სასტიკი დაპირისპირება გერმანიაში შოლცს პირდაპირ ეუბნება ახვიეო იქ მაკრონს ალკე урხევს ახლა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დაეჯახა და შენ ვაფშე კაცი არ ახარო საერთოდ ეს საიდან მოვიდა ომაკო და რატო არისო და მოსაშორებელი არისო იმიტომ რომ რაც გაუპატიურების სერიები ხდებოდაო ინგლისშიო და ყველა მოძალადე და მაგ დროს ეგ პროკურორი იყო ვინცა ახლა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მაგიო პროკურორი იყო და მაგის ხელში გაიარა ყველაფერმა და ყველა მოძალადე გაუშვაო და პრეზიდენტად კი არაო და ციხეში და 1000 უბედურებო მოკლედ ძალიან სერიოზული მოვლენები ვითარდება საქართველოში ამაზე ლაპარაკი არავის არ აინტერესებს რა ხო აი არც არავის აინტერესებს მაგრამ უკრაინა აინტერესებს უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპი რო ყელყელაობდა და იძახოდა რომ მოვალ და 24 საათში გავაჩერებ ომსო დღეს გამოვიდა და თქვა რომ ალბათო სანამო მეო პრეზიდენტიო არ ვეკურთხებიო მანამდეო
არ ვეკურთხებიო პრეზიდენტათო მანამდეო პუტინთანო სალაპარაკო რამაქო. აი როცა ვეკურთხებიო, როდესაც ვეკურთხებიო, მერეო დავილაპ ამას 6 თვე მაინც დაჭირდება ხე. გეუბნებოდით მაშინაც რომ აი ტრამპი გაიმარჯვებს, ომი დამთავრდება. ბიჭო, ომს სულელები იწყებენ მარტივად. ომს სულელები იწყებენ მარტივად, თორემ მე 1000 ბრძენიც ვერ აჩერებს. ახლა ტრამპის სიბრძენზე ზედმეტია ლაპარაკი რა. იქ ცალკე ამბებია, დიდი კორუფციული სქემები გასკდა, მათ შორის გამოვიდა ეს კლოუნი, ეს ბოროტი სისხლიანი კლოუნი გამოვიდა და ამ სისხლიანმა კლოუნმა განაცხადა, რომ ის 174 მილიარდიო თუ რაღაცამდენიო, რომელიც მოგწესო ჩვენო, ნახევარიო მივიღეთო, მარტო დანარჩენიო კორუფციაში შეიჭამაო. კორუფციაში შეიჭამაო და ნუ რა ვიცი თუ ახლა ამას ეს რომ მეთქვაო ადრეო დახმარებასო ვერ მივიღებდიო ალბათო და ნუ რაც ის ვალი გვაქვს დაწერილიო მარტო ამერიკიდანო ნახევარიო რა ვიცი ვინ როგორ მოხდებოდა ეს კაცო ამერიკელები კორუფციას როგორ იკადრებდნენ ამერიკაში კორუფცია როგორ იქნებოდა აი ძალიან მაინტერესებს ერთი რა მაინტერესებს ეს როგორ შეიძლება საქართველოში არ ამბობენ კიდე ერთ ძალიან საინტერესო ამბავს ბოლოში მინდა გითხრათ დღეს სხვათა შორის კიშინიოვის აეროპორტში აღმოჩენილი იქნა თბილისი-კიშინიოვის რეისზე ბომბი, რომელიც იგზავნებოდა თბილისში, იყო სათამაშოში მოწყობილი და შესაბამის მისამართზე უნდა მისულიყო, უკრაინიდან იყო გამოგზავნილი ეს ტვირთი, რომელიც იტვირთებოდა თვითფრინავში, უნდა ჩამოსულიყო თბილისში და თავის მისამართზე უნდა მისულიყო და უნდა აფეთქებულიყო. ამაზეც არავინ არ ლაპარაკობს საქართველოში. აი აგერ იყო ახლა, დღეს მოხდა ეგ ამბავი. და აღმოაჩინეს ეს ასაფეთქებელი ნივთიერება. ანუ ხვდებით ხალხო რამ ხელა უბედურებები ხდება ერთგულად და რამდენი რამეები და საქართველოში უბრალოდ არავინ არაფერს არ ამბობს. აი არავინ არაფერს არ ამბობს, იმიტომ რომ ასია ბატონო, ქართველმა არაფერი არ უნდა იცოდეს, უნდა იყოს ყრუ. უნდა უყურებდეს მარტო აქით ბიძინას, იქით მიშას და უნდა იყოს ეს ტიტკილაობა და ჩვენც გატნეული ვართ ამ ყველაფერში და დიდი შანსი გვაქვს რომ კიდევ უარესად გავეტენეთ. არ ვიცი. რატო გონიათ რომ ინფორმაცია საბოლოო ჯამში დაიმალება მიგვერს 21 საუკუნე. კოცები ელოდებიან ტრამპს, მაგრამ ახლა ტრამპს კოცებამდე ჩემოკარგო ის რამდენი საქმეა. ჯერ მარტო რაც ჩამოგითვალეთ. პანამა აქვს დასაპყრობი, მექსიკის ყური აქვს დასაპყრობი, კანადა აქვს დასაპყრობი. ეგერ გრენლანდია აქვს დასაპყრობი და კიდე უამრავი საქმეები აქვს რა. ყველაფერი ეს რატო ხდება, ხო? ანუ რატო ხდება ახლა შეიძლება ამის პროგნოზირება გაკეთდეს. პროგნოზირება შეიძლება გაკეთდეს. ამის პროგნოზირება რა არის, იცით? ფაქტია ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გადიან რეგიონიდან, ახლო აღმოსავლეთიდანაც და როგორც ავღანეთიდან გავიდნენ, როგორც ერაყიდან გავიდნენ, ისე გაიქცევიან ალბათ მალე სირიიდანაც, საერთოდ ევროპიდან გასვლას აპირებენ და რაც ამერიკელების თავარი სტრატეგიული ინტერესი იყო და ფიქრი იყო თავის დასავლეთ ნახევარსფეროზე, რომ ჩრდილოეთი და სამხრეთ ამერიკას ესენი ეძახიან ჩვენი ეზოს ბოლო, სამხრეთ ამერიკა ძალიან მდიდარი არის რესურსებით, ეს ჯერ კიდე თეოდორ ტრუმენის პოლიტიკა იყო, დიდი რკინისკეტის პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებდა სამხრეთ ამერიკის დაპყრობას, მარიონეტული რეჟიმების დასმას და ადგილობრივი ნედლეულის ძარცვას და მიღებას. მეორე მსოფლიო ომის შედეგად, როდესაც ევროპის კოლონიზატორები დასუსტდნენ და მიეცა ამერიკელებს საშუალება ხელები გაეშალათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და იქეთ ცალკე იაპონიის ამბავი იყო რაღაც, მოიდნენ მთელი მსოფლიოს. ახლა ფაქტი არის, რომ ამერიკელები ნელ-ნელა გადიან მრავალპოლარული სამყარო იქნება, გადიან აი ამ რეგიონებიდან, ზოგან კარს გაიჯახუნებენ, ზოგან დაანგრევენ, ზოგან დაწვავენ და ჩაიკეტებიან თავის ნახევარს. და გრენლანდიის მიტაცება და კანადის მიტაცება, იმიტომ უნდათ ყველაზე მეტად, რომ რესურსებით არის ყველაზე მდიდარი მხარე ჩრდილოეთი პოლუსი.
ჩრდილოეთ პოლუსში, რომლის ადრე თუ გვიან ათვისებაც დაიწყება და ამ ჩრდილოეთის პოლუსზე მიდის უზარმაზარი ჭიდილი ნატოს და რუსეთს შორის. იმიტომ ნატოს წევრი ქვეყნები რუსეთი და სადღაც შელფიდან ჩინეთს აქვს კიდე პრეტენზია. და აი ამიტომ უნდა ეს ყველაფერი. სამომავლოდ უახლოეს 10 წლეულებში ალბათ ჩვენ უნდა ვნახოთ არქტიკისთვის ჭიდილი. და ამერიკელები ნელ-ნელა ძალებს თმობენ და სადაც არის მათი ნაციონალური ინტერესები და ასე რომ ვთქვათ საფუძვლიანი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები იქ გადაადგილდებიან და იქ მოიყრიან თავს. რაც იყო თავიდანვე ამერიკელებს პირდაპირ ჰქონდათ განცხადებული, რომ ევროპა და აზიის ჩვენი ინტერესის სფერო არ არის, ჩვენი ინტერესის სფერო არის მხოლოდ დასავლეთ ნახევარსფერო. ანუ მოსალოდნელი არის, რომ პოლიტიკა წავა ამ მიმართულებით. დანარჩენს კიდე ჩვენთვის კიდე ალბათ დიდი ალბათობით ნატოს კარი კიდე ღია არის. ხო და თუ ნატოს წევრები დაერევიან ერთმანეთს, დიდი ალბათობით სანამდე ნატოს წევრები ერთმანეთს დაერევიან, ამერიკა გამოვა ნატოდან. და მე როგორც ნატოს არაწევრი ქვეყანა მის ყოფილ მოკავშირეებს დაიპყრობს, იმიტომ რომ მისი მთავარი სამიზნე ძირითადი 3-დან 2 ნატოს წევრი ქვეყანა, კანადა და დანია. არ ვიცი ახლა ეს ჩვენი ლიბერალები, ჩვენი შიგ ევროპელები, ჩვენი უკნიდან განათლებული მედასავლეთეები ამას როგორ შეხედავენ, მაგრამ ფაქტია რომ მოსული არის ეს გეოპოლიტიკური ცვლილებების ერა. რატო ხდება, რანაირად ხდება, ისთვის ხდება? ახლა ადამიანი უნდა იყოს რაციონალურად მოაზროვნე და უნდა ხედავდეს. ეს არის დედამიწის შექმნიდან ისტორიულად ყოველთვის ასე იყო სახელმწიფოებს შორის ბრძოლა რესურსებისთვის და ეს რესურსებისთვის ბრძოლა გრძელდება. ამიტომ ერთი მხარეც და მეორე მხარეც, აი სხვათა შორის პანამის არხი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ არა მარტო რესურსები, ასევე დერეფნები, რომელიც დერეფნებიც ოდითგანვე იყო ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, დერეფნების მაკონტროლებელი ვინ იქნება, ამიტომ ის რომ ჩინეთისთვის მოახდინოს ჩაკეტვა დასავლეთ ნახევარსფეროზე, ამიტომ ბლოკადის გაკეთება, ამიტომ ახდენს თავისი ინტერესებისთვის პანამის არხის მიტაცებას და თავისთავად ის დერეფნები, რომლებიც საქართველოზე გადის, იგივე ჩინური სარტყელი, იგივე ჩრდილოეთის სამხრეთის მარშრუტები, რა თქმა უნდა, აქაც მოსალოდნელი არის, აი რამხელა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ადგილზე ვარ, აქაც მოსალოდნელი არის არეულობა და ომი და უბედურება, იმიტომ რომ დღეს რომ საქართველოში ომი იყოს და ომი მოხდეს საქართველოში, ჩათვალეთ, რომ ჩინური ექსპორტი ევროკავშირში შეჩერდება ის, რაც საქართველოზე გადის, იგივე რაც იგეგმება რუსული, ირანული, თურქული მარშრუტები ჩრდილოეთის სამხრეთის აღდგენა, ესეც შეჩერდება და ყველაფერი შეჩერდება. მათ შორის აზერბაიჯანული ტრანზიტი, გაზის, ნავთობის, სხვა უამრავი რამე, რაც საქართველოზე გადის. ამიტომ საქართველოს აფეთქების იდეა, ვინც ამას ახდენს დემოკრატიის სახელით, აი ყველაფერი ამ გეგმებს უკავშირდება, რომ ჩინეთს და რუსეთს გაურთულდეს ყველაფერი. ამას ჩვენი დებილები, ეს და მოღალატეები, რომლებითაც გავსებულია ქვეყანა, უცებ მოაწერენ ხელს. აი ერთი მანდილოსანი წერს, რომ მე პირადად ტრამპსო ბოლომდე არ ვენდობიო. ხალბატონო, ტრამპს კი არა, პოლიტიკაში დედმამიშვილი არ ენდობა, დედმამიშვილს და ვის უნდა ენდო? საერთოდ პოლიტიკოს როგორ უნდა ენდო ადამიანი და ისიც მსოფლიო პოლიტიკის დონის. მოკლედ ეს მოვლენები არის
მოსალოდნელი ძალიან მალე უფრო მეტი საინტერესო ამბები გამოჩნდება, ძალიან საინტერესოდ დაიწყო ეს ახალი წელი, მაგრამ ფაქტი არის, რომ ის კონტურები, რომელი კონტურებიც იყო მოსალოდნელი, დიდი ალბათობით ძალიან მალე უფრო რეალური გახდება და ძალიან საინტერესო მოვლენა არის ისიც, რომ მოსალოდნელი არის ფაქტია, რომ ამერიკელებს თავის ატკივება არავის გამო არ უნდათ, აი თქვენი საყვარელი ნატოს დაშლაც, იმიტომ რომ როდესაც სამხედრო ბლოკის წევრი ქვეყანა ან ერთი ქვეყნის დაპყრობას ღიათ ანონსებს, ან მეორე ქვეყნის გრენლანდია არის 10-დან იისხება ტერიტორიის მიტაცებას, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ სამხედრო ბლოკში ეს ქვეყნები ერთად ვერ იარსებებენ. და მოსალოდნელი არის ასევე ევროკავშირის თავისთავად ნგრევა არეულობის. ამას მე ხომ მაინც ვერ დავაბრალებთ. ეს ხო ამერიკის პრეზიდენტის განცხადება, ეს ხო ოფიციალური პირების ღია განცხადება არის და რა ვიცი, ეგიც ალბათ პუტინის ბრალია შეიძლება, რა ვიცი, რა გითხართ, ჩემო კარგებო. ნუ მოკლედ ამ მოლოდინში ვიმყოფებით და ძალიან საინტერესო ერაში შევდივართ. თუმცა საქართველოში მაინც ის უფრო არის საინტერესო, ნაცი რამდენია ქვეყანაში დარჩენილი და ქოცი რამდენია და ახალი არჩევნები როდის ჩატარდება. და როდის გვეტყვის მაკრონი ბიძია, ან ურსულადეი და ლეგიტიმური ხარ, არა ხარ ლეგიტიმური, როცა აგერ ახლა თვითონ საფრანგეთში 60% მაკრონს ოფიციალურად დედას აგინებს და ლანძღავს. თვითონ აქ დარხეული და პოლიტიკური კრიზისი არის. 60-იანი წლების მერე არ მომხდარა საფრანგეთში პომპიდუს მთავრობა რო გადადგა, მის მერე ახლა მოხდა 62 წლის მერე ახლა მოხდა საფრანგეთში, ამას დიდი პოლიტიკური კრიზისი სად უნდა იყოს და გერმანიაში უარესია. გერმანიაში კიდე უარესი მდგომარეობა არის, აქ არ ვიცი ახლა უკვირდებოდნენ თუ არა საქართველოში აშუქებდნენ თუ არა, მე თვითონ გარიდებული ვიყავი ამ სიტუაციას. ბერლინში დიდი არეულობა იყო, არ ვიცი, მე მგონი 1000 ადამიანი მოკლეს და 400 ადამიანი დაიჭირეს და რა ვიცი, აქაც დიდი არეულობებია ხიგ ევროპაში. რა გითხრა, აკაკი, ფაქტია, რომ რუსეთის და თურქეთის ისტორიული დაპირისპირება გაგრძელდება და ჩვენ ვის ბანაკშიც ვიქნებით, ისიც აგვივა საქმე, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ამ რუსეთთან, ამ თურქეთთან პირისპირ გამკლავებას. ჩვენ ძალიან სუსტ პოზიციებში ვართ, ამიტომ სწორი ბანაკის არჩევაში შეიძლება გადავრჩეთ. ნახოთ, რა რეალობა იქნება. ადევნებენ კი, ადევნებენ და ადევნოთ იქნება ეშველოთ ამ. ნუ ასე ხდება საერთოდ, კი ბატონო, თუნდაც როგორც საბჭოთა კავშირი დაიშალა, იმპერიებს აქვს აღმავლობის პერიოდი და აქვს დაღმავლობის პერიოდი, აქვს დაქცევის და დაშლის პერიოდი, მარადიული არაფერი არაა. ჩვენი სამშობლო მაგის მოსწრია. ხა ნაც და ქოც შორის მე განსხვავებას ვერ ხედავ ხალბატონო და შეიძლება მარტო ნაცებზე ნუ გვაქვს ის ახლა ჩვენ რა გვეშველება, როდესაც დაინგრევა და დაიშლება ეს ნატო და ევროკავშირი, ჩვენ კონსტიტუციაში რო წერია საქართველოს ნატოში და ევროკავშირში მიდისო, მე რა ჩავწერთ, თვარეზე მივდივართო? თუ მარსზე, ილონ მასკს თურმე უკვე გადაფრენები რო აქვს დაწყებული ანადოლიძის ინფორმაციით, ეს დიდი პოლიტიკოსი ქალია საქართველოში მარსზე, შეიძლება მარსზე გადასახლება ჩაწერონ მე კონსტიტუციაში, მე დებილების თავში არ მოხდება, რა ვიცი. არ ვიცი, შემოწმო ახლა მაგ საკითხს ყველაფრის ცოდნე თავს ვერ გამოვიდებ, მაგრამ რაც შეეხება ლარის კურსის და ეკონომიკურ საკითხებს, თუ იქნება турბულენტობა, თუ იქნება არეულობა და არეულობა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენ სუსტ, რა ვიცი, ეკონომიკა ჩვენ არც გვაქვს. ჩვენი ეკონომიკა არის გზავნილებზე
ჩვენი ეკონომიკა არის ტურიზმზე დამოკიდებული, აი ემიგრანტები რასაც აგზავნიან 4 მილიარდამდე არის და ტურიზმი რაც ჩადის და რაც ფული ეხარჯება და კიდე თუ რამე შემოიტანენ და გაყიდიან. ჩვენ ეკონომიკა არ გაგვაჩნია და ლარი კი არა, შეიძლება აქ ქვეყნების საერთოდ გაქრობაზეა რუკიდან საუბარი და ლარი ვისახსოვს. ის გერმანიის ეკონომიკასაც ძალიან დიდი ძირგამომთხრელი საკმაოდ ღრმად ვიცნობ მაგ საკითხს. მეგობრებიდან გამომდინარე ძალიან დიდი ძირგამომთხრელი საქმიანობა გააჩნია და ეს გაუკეთეს ლიბერალებმა, მწვანეებმა, როგორც ენერგეტიკული დამოუკიდებლობა მოუკლეს გერმანიიდან, გარბიან 100 წლოვანი ბრენდები და სხვა ქვეყნებში გადადიან. ეგა ყველა ერთია ქალბატონო ლიკაუთ 92 წლის მერე. არ ვიცი მე პროგნოზს ვერ დაგიდებთ რამდენ თვეში მოხდება დაშლა, მაგრამ ფაქტია რომ მაკეთკენ მიდის ყველაფერი. მოკლედ ხე გადარბენებზე ვარ და მე გებრიელად ვისაუბროთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, დაგემშვიდობებით. მეც გილოცავთ ყველას უკვე დამდგარ შობა ახალ წელს, ახლეთ ახალ წელს და დამდეგ ძველი ახალ წელს. მშვიდობა მოგცემთ ერთმანეთს და ვნახოთ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, მე მგონი თლათ იდეალური იქნება ეგეთი რაღაცები, იმიტომ რომ ამ LGBT ლიბერალურ ოკუპაციას როგორც იქნა დაისმება ბოლო. მარსის ბილეთები გვინდა? ჩავეწეროთ რიგში ძმაო სანამდროა იქ მარსზე მოვნიშნოთ ერთი ჩვენი ტერიტორია და გავყვეთ ილონ მასკს და წინ გაგვიძღვება ანადოლიც. კარგი, კარგად ბრძანდებოდეთ, მშვიდობა მოგცეთ. ღმერთმა მოკლედ ეს მოვლენებია და ამას დაკვირვება ჭირდება საქართველოში.